მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. მიხარია, რომ თქვენთან ვარ ამ არაჩვეულებრივ სტუდიაში. შედევრები არის, იცით რა, სამმა კაცმა ერთდროულად მე მგონი მოვიფიქრეთ, რომ უნდა გამოგვეცა დავით წერედიანის ის თარგმანები, რომლებიც იყო პრინციპში მიკარგული გაზეთებში, ჟურნალებში, ზოგი ადრინდელი, ზოგი უფრო მერე დაწერილი. და რომელიც არ ხმიანდებოდა არანაირად, იმიტომ რომ სამი წიგნი იყო დავით წერედიანის მანვე გამოსული, გრიმების გარდა, პოეტურ ქმნილებებს გულისხმობ, ეს არის ფაუსტი, ორი ტომი, რომელსაც სულაკაურის გამომცემლობა გამოსცემს, წარმატებით დღემდე. ეს არის ფრანსუა ვიონი, აი ხო ახალი თარგმანი გამოვიდა, ისევ სულაკაურის გამომცემლობა და ბოლოს ინტელექტმა გამოსცა მისი ფედერიკო გარსია ლორკა რომანსერო ხიტანო, ბოშური რომანსერო. და აი მაგას უკვე დავით წერედიანი თითქმის მოესვა, მისი სიკვდილის დღეებში მოხდა მის გამოცემა. გარდა ამისა, პოეტური ქმნილები არ იყო გამოცემული, ძალიან ბევრი თარგმანი იყო აი ესე სადღაც მივიწყებული. და აი პაატა ჩხეიძე, რომელიც რედაქტორი ამ წიგნის და ზვიად კვარაცხელი, რომელიც არის დაუღალავი გამომცემელი დავით წერედიანის წიგნების ბოლო დროს, აი მათაც რაღაცა მოუვიდათ ეს აზრი, რომ უნდა გამოგვეცა. მით უმეტეს, რომ ეცით რაღაცნაირად ძალიან საწყინე იქნებოდა, რომ არ გახმიანებულიყო ეს თარგმანები, იმიტომ რომ გაზეთები მოგეხსენებათ იკარგება, ძველდება, განქარდება და ნუ არაფერი აღარ რჩება პრინციპში. და აი ყველაფერმა ამან მოიყარა თავი ამ კრებულში. აი მე ესეთი ხომ არ არის, რაც არ გამოქვეყნებულა თქვა და მკითხველისთვის სიურპრიზი იქნება. იცით რა, რამდენიმე არის ისეთი, რომ საერთოდ არ გამოქვეყნებულა. კი ბატონო, ეგეთ თარგმანიც არსებობს, მაგრამ ძირითადად იყო გამოქვეყნებული ოღონდ გაზეთებში და ჟურნალებში ჩაკარგული ვიტყოდი. თავის დროზე ძალიან დიდი რეზონანსი ჰქონდა, მაგრამ მე როგორც ყველაფერი, ხო, მივიწყებია. ასევე როგორც ვიცი, ამ წიგნის პრეზენტაცია შედგა ლიტერატურის ფესტივალზე მწერალთა სახლში, სადაც სხვა ენაზე წაიკითხეს ის შედევრები, რომელიც შემდეგ უკვე დავით წერედიანის თარგმნილი თავმოყრილია ამ კრებულში. ამ მოვლენის შესახებაც რომ მოგვიყვეთ, რომ გაიხსენოთ. კი ბატონო, მე მინდა ჯერ ისიც ვთქვა, რომ გამომცემელ შემდგენელები ვართ მე და ქალბატონი მელანო კობახიძე, რომელსაც დაუღალავად იღვაწა ამ მიმართულებით და რედაქტორი გავიმეორებ არის პაატა ჩხეიძე, ცნობილი ანგლისტი, ლიტერატორი, მთარგმნელი, რომელმაც დაურთო ბოლო სიტყვაობა არაჩვეულებრივი ამ წიგნს. ეხლა წიგნი რაღაცა თანხმედრა მოხდა, სინქრონია. აი, როდესაც გამოვიდა ძალიან მალე დამირეკეს მწერალთა სახლიდან ქალბატონმა ნატაშა ლომარმა, რომელიც არის მწერალთა სახლის დირექტორი და ნითხრეს, რომ აი ასეთი ჩანაფიქრი აქვს, რომ ფესტივალის ფარგლებში უნდა მოეწყოს დავით წერედიანის საღამო. მისი ინიციატორი და იდეის ავტორი იყო შოთა იათაშვილი, ცნობილი პოეტი, ხო? თანამედროვე. ნუ მე ძალიან გამიხარდა და აი რაღაცნაირად აი მაშინ გამოვიდა ეს წიგნიც და იმ საღამოზე უკვე მივიტანეთ ეს წიგნები. და იცით რა, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რა იყო? აი პაატა ჩხეიძეთ აღნიშნავს თავის წერილში, სხვათა შორის დავესესხები, რომ ეგეთ კრებულს, აი უნიკალურობა ამ კრებულის, ეგეთ კრებულს ხშირად ვერ ნახავ, იმიტომ რომ როდესაც პოეტი ცდილობს სხვადასხვა პოეტების თარგმნელი, უბრალოდ სხვა პოეტების თხზულებათა გადმოთარგმნას, რაც უნდა ბევრი იმუშაოს, ძირითადად არის ერთმანეთზე მსგავსება ეს თარგმანები. იმიტომ რომ ნუ ახლა ერთ კაცს აქვს ძირითადად ერთი ხმა, ხო? და აი ეს არის უნიკალურობა დავით წერედიანის, რომ მას ჰქონდა შესაძლებლობა შინაგანი ალღო, უნარი, ტალანტი ალბათ, რომ რამდენიმე ხმაზე ემღერა, ასე ვთქვათ. და აი როდესაც ხედავ, რომ გარსია ლორკა, ხო, ესპანური უდიდესი ლირიკოსი, ხო? აი მისი ლექსები, მე იქ უცებ პაულ ცელანი, მე რემბო, მე ვალერი, ვერლენი, ჰომეროსი, ხო? აი ეს რაღაცა სრულიად უნიკალურია, რომ ეს ყველაფერი, ამას ყველაფერს აქვს თავისი ხმა. აბსოლუტურად არ გვანან ეს თარგმანები ერთმანეთს და არის სრულიად გამოკვეთილად იმ პოეტის ხმა და იმ პოეტის ძლიერი ხმა მე ვიტყოდი შენარჩუნებული ქართულ ენაზე, გარდა იმისა, რომ ქართული ფაქტურა არის ძალიან მაღალ დონეზე, ხო, თვითონ ქართული ლექსი,
იმ პოეტის ხმარი შენიშნული, რომელსაც თარგმნის. აი ამ ხრივ რაღაცნაირად ეს კრებული არის უნიკალური და ეს გამოჩნდა ამ საღამოზე, გესმით, ისი თქმა მინდა, საიდან დავიწყე. გამოჩნდა, იმიტომ რომ უცხოელების ხო შეიძლება ძალიან კარგად გზნობდნენ, აი ეს პოეტები იყვნენ, ხო, ჩამოსული. ეტყობა ტექსტებს და აი ვთქვათ, ელიოტს ისე კარგად კითხულობდა, ხო, ამერიკელი პოეტი და ასე შემდეგ, ფრანგულს, ვთქვათ, რემბოს, ესპანურს და ასევე მშვენივრად წაიკითხეს ჩვენმა ქართველმა პოეტებმა უკვე დავით წერედიანის ორიგინალის ტექსტები, ის ტექსტები, რომელიც თარგმნა დავით წერედიანმა, ხო? ორიგინალის შესატყვისი, ხო მართალია? ხო, ახლა საღამო იყო ძალიან მრავალფეროვანი ამდენად და ძალიან დიდი დიაპაზონი გამოჩნდა ამ თარგმნელის და პოეტის და ის იყო ძალიან სასიხარულო, როგორც მანანა მენაბდემ დაწერა წერილი უკვე და გუგა მგელაძე თანამედროვე ახალგაზრდა ძალიან კარგი მკვლევარია, კრიტიკოსი და აი მან აღნიშნავს, რომ პოეზიის ზეიმი იყო იქ. აი მართლა იყო, იცით რაღაც დღესასწაული შეგრძნება იყო, იმიტომ რომ იმდენად მრავალფეროვანი იყო, იმდენად მართლა შედევრები გახმიანდა, ხო, იმიტომ რომ დავით წერედიანი ეტყობა თამამი იყო, ხვდებოდა რომ აწევს ამ სიმაღლეს და ძირთად თარგმნიდა ევროპულ შედევრებს და აი ესეთი ლექსები რო გახმიანდა ამ საღამოზე. ამის შესაბამისი თარგმანები ის ხო ძალიან სასიამოვნო. ქავტონ მანანა ვინაიდან დრო ცოტა გაგვიცა, ძალიან ცოტა დრო გვაქვს, სულ 30 წამი და ძალიან მინდა ეს რო გკითხოთ, თავად პერფექციონისტი იყო და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ხოლმე, ვიდრე თქვათ, წიგნი გამოიცემოდაო და ეს კრებული რომ ენახა, ესეთ მსასახით, რა სიტყოდა? ძალიან კაი შეკითხვა იმ ხრივ რომ პერფექციონისტი მართლა იყო და სრულყოფილების საოცარი განცდა აქვს. აქედან გამომდინარე, აი ეს წიგნი მითაც არის უნიკალური, რომ რამდენიმე ვარიანტია ერთი ლექსის. ესე იგი, რემბოს ვთქვათ, თვრალი ხომ ავდის 4 ვარიანტია. ანუ ვარიანტებია წარმოდგენილი ამ წიგნში და რა სიტყოდა მე არ ვიცი. მე მგონი არ მოეწონებოდა, იმიტომ რომ საერთოდ არ უყვარდა მაინდა-მაინც რომ აი ბევრს გამოსცემენ და აი პოსტმორტემ მოხდა მისი ბევრი რაღაცის გამოცემა და არ ვიცი, რამდენად შეგვაქებდა. ძალიან